გამარჯობა ეთერშია ხამის ამბები და ჩვენ 4 შაბათის წამყვანები გია ხუხაშვილი და მეტიანა ტრაპაიძე მივესალმები მაყურებელს რომელიც ამ შუაღამეს გვიყურებს ჩვენ მივესალმები გია ხო დროს გვეუბნებიან რომ იქნებს სხვა დროს და რა ვქნათ რა ერთმა ეხა ამერიკაა და მითხრა რომ შენ დიდი ხათრი მაქვს მაგრამ უნდა დავიძინო ძალიან მეძინება თქვენ მიყვარხართ მაგრამ ძილი უფრო აი ახლა ბოლო ამბავი რაზეც ლაპარაკობდით ვიდრე ეთერი დაიწყებოდა ეს იყო დღეს მიღება ავლაბრის რეზიდენციაში რომელსაც მოქმედ პრეზიდენტთან ერთად ყოფილი პრეზიდენტიც ესწრებოდა კარგია რაღაც მემკვიდრეობითობის და ასე ვთქვათ ესეთი ინსტიტუციური პატივისცემის განცდა თუნდაც ამ ორ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერს ყოფილსა და მოქმედ შორის მინიმუმ ორი პრეზიდენტი ერთად სადღაც რომ გყავს ასეთიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში ორი პრეზიდენტი სადმე ერთად გამოჩენილიყო, მაგრამ აქ თავარი კითხვა რაც დღეს ჩნდება, როცა სადაო იყო ერთი რეზიდენცია, უცებ აღმოჩნდა რომ მოქმედ პრეზიდენტს ორი მოქმედი რეზიდენცია აქვს, ერთი სამუშაო, მეორე სტუმრის მისაღებად. ეს რატომ არ არის საინტერესოა გამაღიზიანებელი ფაქტორი ოცნებისთვის, მისი ლიდერისთვის, ზოგადად მართველი გუნდისთვის, რომლისთვისაც იყო ეს კვადრატულ მეტრებზე მიდიოდა დავა და უფლებამოსილების გაზომვა, სწორედ ეს კვადრატულ მეტრებში ხდებოდა. ხო, იმიტომ რომ რეალური მიზეზი ეს ხო არ იყო, ეხლა ყველამ კარგად ვიცით, ხო, ეს იყო საბაბი, ეს კვადრატული მეტრების თვლა და ასე შემდეგ. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მარგველაშვილი, რაღაც ეტაპზე გამოვიდა კონტროლის ქვეშიდან და შესაბამისად როდესაც არ აქვს სხვა არგუმენტები, იწყებ რეზიდენციის ზომვას. ეხლა ესე ხდება, ხო, ეხლა ეს ხო არავის არ უკვირს. რაც შეეხება გამაღიზიანებელი ძალიან ბევრია დიანა უკვე, ასე რომ აი ზეზღურბლოვან ფაზაში გადავიდა ეს ყველაფერი. დამატებითი გამაღიზიანებლის ეს თქვი ჩართვა ამ პროცესში ხო აღარ გქივა ეხლა კაი გასაგებია რომ ეს იყო პრობლემა ეხლა ისიც დაიტოვა და ესეც დაიტოვა და მეორეშიც ზის თან სახლობანას თამაშობს რაც თავარია და დღეს კვიპროსის პრეზიდენტს იმის კვიპროსის ოკუპაციაზე ელაპარაკა თურქები გააგიჟა რა თქმა უნდა იქ იყო რა ქვია აზერბაიჯანში იყო და სომხები გააგიჟა, სომხეთი ჩავიდა აი ესეთი ადამიანია ეს ქალბატონი, კიდე კაი ძალაუფლება არა აქვს და თამაშობს და ითამაშებს 6 წელი სახლობანას უყურებთ. თავარია რომ რაღაც დაიცვას რაღაც ეტიკეტის ნორმები და ვიზიტი. კარგი იყო ეს დღეს რაც ვნახეთ ფაქტი ამ პროცესში. აი ხა მეც არ მინახავს ეგ ვიდეო და ფოტო მასალა არის გავრცელებული. გასაგებია რომ ეხა რაღაცა ამ ადამიანმა იცის ხო ჩვენ როდესაც მას ვაკრიტიკებთ იმას კი არა რომ საერთოდ არაფერი არ იცის ხო რაღაცები იცის რაღაცები ეშლება ხო იგივე შეხვედრების დროს ეხა ლიტვაში რაც ვნახეთ არ მოგვეწონა დღეს შეიძლება იყო კარგი, იქ იყო ცუდი, მაგრამ ეს არის მთავარი, ხო? სახელმწიფო ქსოვილში, სახელმწიფო მართვაში, პოლიტიკის ფორმირებაში არათუ არ მონაწილეობს, არამედ რაც მისთვის არაკომფორტულია, უარს აცხადებს იმ საკითხებზე. ჩვენ ხო ხედავთ, რომ სასახლე იყო გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ ის იყო მარგველაშვილის სასახლე. რა თქმა უნდა, მარგველაშვილი იყო გამაღიზიანებელი. ყველაფერი დანარჩენი იყო მიზეზი ამ კონტექსტში შეფუთვა იმ ყველაფრის რაც ხდებოდა მარგველაშვილის თავს ხო და ეხა სალომე ზურაბიშვილთან ჯერჯერობით ეს პრობლემები არ არის მე არ გამოვრიცხავ რომ ხვალ შეიძლება დადგეს ეს საკითხი ხო და რაღაც და ზაზე შეიძლება ქონდეთ უთანხმოება პროტოკოლის სალომე ზურაბიშვილს უყვარს ხოლმე ამეცადინებს მუდმივად ყოველას პროტოკოლში ან იმაში რა არის პრეზიდენტის თქვა წესები რა არის და აი მაგალითად რაღაც ღონისძიებას თქვა რომ აქვე არ უნდა ვიყო პრეზიდენტები არ დადიან ამ ღონისძიებაზე იქ რაღაც მთელი რიგი ეს ნიუანსები იყო ხალხთან აი აქ რასაც შეიძლება აცდნენ ერთმანეთს ხო ის არის ხალხთან მაგრამ ცოტა ზემოდან ხო მას აქვს თავის თავზე წარმოდგენა რომ მან უკეთესად იცის ეტიკეტის ნორმა ბოლო საფრანგეთის მოქალაქე იყო ხო ანუ ის რაღაცნაირად აღიქვავს საქართველოს როგორც რაღაც არეალს ხო აი ხო სულ ლაპარაკობს ხალხზე პატრიოტიზმზე მაგრამ ცოცხალ ადამიანებს მაინც და მაინც პატივს არცებს და არ ელაპარაკება და ესეთი ზემოდან კომუნიკაცია აქვს ხო ვიღაც უნდა ასწავლოს რაც იცის რა თქმა უნდა ხო თუ კითხვაზე პასუხი არ აქვს იტყვის რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია რაც მისი კომპეტენცია არ არის და რაც საინტერესებს და მის კომფორტულია იმაზე შეუძლია ბევრი ილაპარაკოს. ესეთი ადამიანია.
მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ის ბევრს ვერაფერს ვერ გააფუჭებს, ხო, მისი კონსტიტუციური ფორმატი ამას არ გულისხმობს, ну, რაც უნდა ისაკეთოს რა, მე ხა მისკენ გამხედავი არა ვარ, არც ეს მინახავს და მე მგონი ისეც უკვე ზედმეტი ვილაპარაკეთ ამ თემაზე, ბევრად სერიოზული პრობლემებია ამ ქვეყანაში ვიდრე სალომეზურებაში. გადავიდეთ ბევრად სერიოზულ პრობლემებზე. სად ხედავთ თქვენ პრობლემას ბოლო პერიოდში? თავარ თემად იქცა საქმე, რომელიც საბედისწერო იყო წინა ხელისუფლებისთვის. ეს საბედისწერო ნამდვილად და რაღაც ისეთი პირი უჩანს მეჩვენება, რომ არ გახდეს ასეთივე ამ ხელისუფლებისთვის. ხო, ну, საკმაოდ პრობლემატურია და საქმე არ არის თვითონ აი კონკრეტ ყველაფერი აი ბოლო დღეების დისკუსიას რაც უყურებ, ერთ საქმეზე დავიდა. ხო, საქმე არც ერთ კონკრეტულ გირგვლიანის საქმეშია და არც ერთ კონკრეტულ მოსამართლე მორუსიძეში, ხო, უბრალოდ აი ეს საქმე გახდა სისტემური მანკიერების ამსახველი ძალიან კარგად და მორუსიძე გახდა უბრალოდ სიმბოლო, ხო? მე შორს ვარ იმაზე რისგან რომ მორუსიძე იყო მთავარი დამნაშავე თუნდაც ამ საქმესთან დაკავშირებით. ესე არ იყო, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ის გახდა სიმბოლო, იმიტომ რომ ის წამოვიდა წინა პლანზე და გახსნა ის ჭრილობები, რაც ამ საზოგადოებაში იყო. გირგვლიანი ეხატა ჩვენი ბრძოლის დროშაზე 2005 წლიდან და გირგვლიანი ესე რომ ვთქვათ, აი ეს სიმბოლო დღეს კიდევ უფრო მწვავე ფორმით გაცოცხლდა. ანუ მეორე სიცოცხლე შეიძლება ითქვას და ამის ტრიგერი, ეგრეთ წოდებული ტრიგერი გახდა მურუსიძის საქმე და საერთოდ სასამართლოს საქმე, როგორც სისტემური მანკიერების, ხო? ასე რომ და მურუსიძეს და ამ ადამიანებს რა თქმა უნდა რატომ ჯერ ვარკვევდით წინა გადაცემაში რატომ გახდნენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მართველი პარტიის ლიდერიც მურუსიძის ადვოკატი აი ახლა თლად შევიდნენ გირგვლიანის საქმის დეტალების განხილვაში აი რას იძენენ ამით და ადვოკატს რომელმაც ეს საქმე მოიგო იქ ხარვეზი იყო არ იყო აღარა აქვს ამას ნიშნობა გამარჯვებულებს არასამართლებელს ამ ლოგიკით მოიგო ეს საქმე მოიგო და დღეს ადამიანები რომლებიც სხვათა შორის საერთოდ არ გვახსოვს იმ პერიოდიდან მე მაგალითად ყველაფერს ძალიან აქტიურად ვაშუქებდი და ჟურნალისტიც რომ არ ყოფილიყავი ძალიან აქტიური მოქალაქე ვარ და იმ პერიოდიდან მახსოვს ყველა დეტალი ამ პროფესიაში რომ არ ვიყავი სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი ეს ადამიანები საერთოდ არც ერთ ეტაპზე არ მახსოვს და დღეს ედავებიან რომ იქ რაღაც ხარვეზები იყო ამ საქმეში ასე უნდა მოქცეულიყო ისე უნდა პროფესიულ დავაში შედიან ადვოკატთა რომელმაც საქმე მოიგო ხარვეზი ქონდა არ ქონდა აი იურისტებმა იდავონ რაღაც სალექციო კურსის დროს კონკრეტულ საქმეზე როგორც რაღაც პრეცედენტზე აბსოლუტურად გეთანხმები. და არა პოლიტიკოსები. ანუ მე საერთოდ ეს არის დისკურსი, რომელიც ხელისუფლებას აწყობს და მურუსიძეს აწყობს. ხო, მურუსიძე აი თავისი აი მთელი აი ამ რას აკეთებს ის, ხო? რას აკეთებს, იმიტომ რომ იურისტი მურუსიძე, მოსამართლე მურუსიძე უჯდება ჟურნალისტს და შედის მასთან დისკუსიაში რა სამართლებრივ თემებში, ხო? ეხლა გასაგებია რომ ეხლა ჟურნალისტი ამ არგუმენტებით, ხო, ჟურნალისტი პროფესიულ დავას მასთან ვერ გამართავს, ბუნებრივია და ის რაღაცნაირად შეფუთავს და რაღაცას გააკეთებს, მაგრამ აქ ხო ძალიან მარტივად არის საქმე, ხო? არანაირი სამართლებრივი დისკუსია აქ აზრი არ აქვს, ხო? გირგვლიანის საქმე ახსოვს ამ საზოგადოებას როგორც იყო და მთავარი კიდე ეს დანაშაული კი არ იყო რაც მაშინ ჩაიდინეს. მთავარი იყო მერე რაც ხდებოდა და რაც სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში ჩაიწერა რომ ყველა ინსტიტუტი ჩართული იყო სისტემურ დანაშაულში, ანუ დანაშაულის დაფარვის საქმეში. და მურუსიძე დღეს რომ სტრასბურგიც რომ არ ყოფილიყო ხომ ყველაფერი აი 7 ნოემბერზე მაგალითად მე გავაგზავნე სტრასბურგში საქმე დიანა ტრაპაიძე საქართველოს წინააღმდეგ და სტრასბურგში იმ მოტივით რომ ვადები იყო დარღვეული ეს საქმე არ მიიღო საერთოდ და ამიტომ რა მოხდა 7 ნოემბერს ამაზე არ ვიცით და რამე ანუ ამ ხრივ რაღაც პრობლემა არსებობს ამ საქმეზე საერთოდ არ იყო სტრასბურგი იმედის დარბევის საქმეში მაგრამ ყველაფერი ვიცით შეიძლება რაღაც ტექნიკური პრობლემა არსებობს ან არ არსებობს შეიძლება შავგულიძე
მართლა რამე ტექნიკური შეცდომა დაუშვა ან არ დაუშვა. ამის განხილვა ეხლა საინტერესოა. თავარი ხო სხვა რამე. რა, რისთვის არის ამის განხილვა? შავგულიძის დასაზიანებლად თუ მუნუსიძის გასამართლებლად? ეხლა დღეს უბრალოდ რაღაცნაირად ეს თემა დაწყვილდა, რატო? იმიტომ რომ რადგან შავგულიძე კეინს იხრის, ხო? ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ორი თემა ერთმანეთზე გადაეჯაჭვა. ანუ დაპარალელდა ორი თემა, ხო? ერთი თემა არის სასამართლოში აი ეს პროცესი, რა არაჯანსაღი და აბსოლუტურად ამაზრზენი პროცესი რაც მიდის და მეორე შავგულიძე იხრის კეინს. და გადაწყვიტეს ესე რომ ვთქვათ რომ ეს მეჩვენება რომ ისინი რაღაც სარეკლამო კამპანიაში არიან PR ჯგუფში შავგულიძის ჩართულები, იმიტომ რომ აი წარმოუდგენლად უკუშედეგს იღებენ თავად. არ ვიცი, აი თუ რამე მესმის აი PR ტექნოლოგიის. ხო, აპოლოგეტები გამოდიან სამართლებრივი არგუმენტებით ლაპარაკობენ, რაღაცას ამბობენ, რომ შავგულიძემ ეხა მურუსიძის ადვოკატი იქამდეც კი მივიდა, რომ ის გამოაცხადა, რომ მურუსიძე თავისი რწმენით იღებდა გადაწყვეტილებებს უკეთებდა, შავგულიძემო იძულებული გახადაო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუ ძალიანაც უნდაო იმ ხალხის დასჯაო. თქვათ შავგულიძემ არ გაასაჩივრა, აი რაღაც შეეშალა და მერე აი რა ხო და მერე მეც ეს კითხვა მაქვს და მერე რა აი დაუშვათ შეეშალა მაგრამ და ხომ მოიგო ეს საქმე ხომ მოიგო სტრასბურგამდე ხომ მივიდა იმ პერიოდში ამ საქმის მოგება სტრასბურგში რა სხვათა წულუკიანის როლზე დღეს დათო ჯანდიერმა თქვა არ მიყვარს არავისთვის არაფრის დაკარგვა დავით ჯანდიერმა თქვა რომ თია წულუკიანი ეხმარებოდა მათ და არ უნდა მეტზე საუბარი მაგრამ როგორც ჩანს ის რაღაც ტიპის კონსულტაციებს უწევდა როგორც ინსაიდერი იმ სისტემის სასამართლოს იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს რომ ისა რა ქვია თეატროლოგიანი ალბათ ტექნიკურ დახმარებას უწევდა და არც მე არ დაუკარგავ ეს არ ნიშნავს რომ ის გავლენას ახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქ არის 7 კაცი 7 მოსამართლიანი კოლეგია ხო ეხა თეატროლოგიანს კი არა იმას არ შეუძლია კაცო პრეზიდენტებს და ევროკავშირის პრეზიდენტს არ შეუძლია იმაზე გავლენის მოხდენა ეს ხო ყველაფერს ეს მესიჯი იყო რომელიც სააკაშვილსაც ჰქონდა რომ ეს საქმე ოღონდ სააკაშვილს ჰქონდა იმ კონტექსტში აბიტურებდა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას რომ ესო კაცო თეატროლოგიის დაწერილი სარჩელია მას პოლიტიკური мотиваცია ჰქონდაო თუმცა აი მოდი მივადექით ახლა აი ჩვენ გვიჩნდება მთავარი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით ხო აი რა ხდებოდა რა мотиვი აქვს ხელისუფლებას რომ ამხელა პოლიტიკურ ფასს იხდის თელ პროცესში ხო მე ვფიქრობ რამდენიმე мотиვი აქვს მე წარმოუდგენლად მეჩვენება თუნდაც უკაცრავად ერთს ვიტყვი რომ თუნდაც მორჩილი სასამართლო სისტემის პირობებში რა საქმე უნდა გაუკეთოს სასამართლომ ისეთი რომ ეს ზიანი გადაწონოს აი ესეც კი არის სადავო ანუ ისეთი ანუ რამდენიმე ამოცანა არსებობს და რამდენიმე მხარე არსებობს რომელსაც აქვს თავისი ინტერესი ხო ინტერესი ერთი არსებობს დაუშვათ მართველისგან ის რომ ის აჩვენებს ამ ხალხს რომ პოლიტიკურ ვერტიკალში აყენებს რომ მე თქვენ დაგიცავთ ჩემ ვერტიკალში იყავი და მე თქვენ დაგიცავთ ერთი ამოცანა ეს არის მეორე ამოცანა ის არის რომ როდესაც დილემის წინაშე დადგა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ თქვათ ხო ანუ როდესაც მას შეექმნა საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობლემა ამის შემდეგ ის დადგა დილემის წინაშე ანუ რაღაცა უნდა შექმნას დღის წესრიგი ანუ მისი მთავარი ამოცანა ამის შემდეგ გახდა ძალაუფლების შენარჩუნება დაინახა საფრთხე რომ მან შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს და ძალაუფლების დაკარგვა ის ხედავს ძალიან სერიოზულ პრობლემას თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით და მას ამის შემდეგ ჰქონდა ორი გზა ერთი რომ ესე რომ ვთქვათ დემოკრატიზაციის გზით წასულიყო, ანუ ხალხთან გზა ეპოვა, ხო, დაკარგული ჩატეხილი ხიდი აღედგინა, პოზიტიური დღის წესრიგი შეექმნა, მაგრამ ეს გზა არის გრძელი და საკმაოდ რთული. ამიტომ წავიდა ამის საწინააღმდეგო გზით. ანუ უნდა ესე რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ძალაუფლების მონოპოლიზაცია აზრი აქვს მხოლოდ მაშინ თუ მართლმსაჯულება გაქვს აბსოლუტური 100%-იანი კონტროლის ქვეშ. აი ეს არის მისი ამოცანა. რა არის კობახიძის ამოცანა? კობახიძის ამოცანაა რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე საყვარელი შვილის პოზიცია ეკავოს და სასამართლოსა და ბიძინა ივანიშვილის შორის როგორც შუამავალი ის იმყარებს თავის ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილის კარზე. მოსამართლეების ინტერესი რა არის? მოსამართლეები ხა არიან შოკოლადში.
მიშას დროს ესე სად იყვნენ, გასწორ. მიშას დროს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ თვითონ კი ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. ეხლა სიტუაცია ეხლა პოლიტიკურ დისკუსიებში არიან ჩართულები. თუნდაც ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ეს შესაძლოა დადგმული იყოს, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის თავზე თუნდაც ასეც რომ იყოს. აი სულ სხვა ტიპის ეს არის მთავარი ფიგურებად იქცია. თავი ისაა, რომ კორუფციის რისკები შემოდის ძალიან მაღალი, ხო? მაგრამ ასევე მინდა მე ვფიქრობ, აი რა იყო თავიდან მოვიდა ახალი ხელისუფლება, უნდა სამართლიანობის აღდგენა თუ არა მისი იმიტაცია მაინც სასამართლოში ჩათვალეს, რომ ეხლა კი რაღაც გადაწერეს ეს ნარატივი, მაგრამ სასამართლო არის სააკაშვილის გავლენის ქვეშ. ფიქრობენ, რომ ეს გავლენა ისევ არის შენარჩუნებული, ეშინიათ, რომ იქ მათი საქმეები იქნება, ეს ვთქვათ, ისე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მათ არ უნდა. იქ მარცხაჯულების აღდგენის კომისიაზე დაიწყეს საუბარი, მოსამართლებმა დაინახეს მათი გასამართლების საფრთხე და ეს კლანი ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, ეს გილდია რაღაც სასამართლო კორპუსი შეიკრა ერთმანეთის დასაცავად და რაღაც სახეები დააყენეს მათი დამცველები. თავიდან თია წულუკიანიც ამბობდა, რომ გაიწმინდოს ეს სისტემა, აი ნელ-ნელა დაიწყეს რაღაც კომუნიკაციაში შესვლა ამ ხალხთან და ეს ფლირტი გადაიზარდა სიყვარულში, სექსში, არ ვიცი, აი დიდ ურთიერთობაში. მე ხშირად გვისაუბრია ჩვენ ჯერ კიდევ მაესტროში, აი გახსოვს ძველი კაი ცხოვრება რო ქონდა, ხო? როდესაც ესე რო თქვა ფრონტის ხაზს ხედავდით, ხო? ვინ შენიანია და ვინ მოყვარეა და ვინ მტერი ზუსტად ვიცოდით, ხო? ბიზნა ივანიშვილი რო ლაპარაკობს, რომ ეს ხალხი სად იყო მაშინო, ხო? ჩვენ იქ ვიყავით და ეს ჩვენი ბრძოლა ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ხო და იქაც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ სისტემას აქვს უნარი ტრანსფორმაციის. ანუ სისტემა არის საკმაოდ მოქნილი ინსტრუმენტი. ხო, და როდესაც ხელისუფლება იცვლება, ის ცდილობს, რომ მოერგოს ახალ პირობებს, ანუ თავისი სერვისები შესთავაზოს ახალ ხელისუფალსაც. და ეს კოლექტიური მურუსიძე მივიდა ბიზნესთან და ბიჭო პირობით ბიზნა მე პირდაპირ საუბარს არო ეუბნება რომ ბიჭო შენ რა გინდა ხო? შენ იყავი შენთვის. რამე დაგჭირდება, შეგისრულებ. მეც რაღაცას გავაკეთებ, ფეხებს დაგითბუნებ, ხო? შემზეს დავიფიცებ. და იგრძნო ამ ადამიანმა კომფორტი. იგრძნო კომფორტი, მან დაინახა, რომ დღეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ან ხალხს უნდა უყვარდე, ან ამათ უნდა დავეყრდნო და ესენი არჩია ხალხს. აღარ აქვს მას იმის იმედი და ილუზია, რომ ხალხის ნდობას დაიბრუნებს, ხო? მას ხო ჭარბდობაზე ლაპარაკობდა თუ გახსოვს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთხელ მაინც უთქვა, აღარ ამბობს, იმიტომ რომ მიხვდა რომ ასეთი არგუმენტი ქონდა, მეც ვყავდა ერთხელ ინტერვიუ მქონდა მასთან და ასეთი არგუმენტი ქონდა ამ ჭარბი ნდობის, რომ აი ხშირად მახსენებენ, რომ თავარი დარტყმის ობიექტი მე ვარ, ესე იგი ჩემში ხედავენ რესურს ნდობას და აქედან გამომდინარე მირტყამენო. ისე ამ ლოგიკით მას ეს ნდობა თუ ეს ფორმულა მუშაობს ჭარბ ნდობაზე შენარჩუნებული აქვს ჩათვალე. ხო, ნუ ეხა სამწუხაროდ ესე არ არის, მე გამიხარდებოდა, რომ ის მას დღესაც ჰქონდეს ნდობა. ის არის უდაოდ ძალის ცენტრად რჩება. მას იმიტომ კი არ ურტყავენ, რომ ვინმეს გონია, რომ მას ნდობა აქვს. სამწუხაროდ მას ნატურალური მხარდამჭერი აღარ აყავს. მას ყავს მხოლოდ მედროვეები, გადავხედოთ ვინ არის ეს ქართულ ოცნებაში. მედროვეები, მაჟორიტარები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან და სულ ხელისუფლებაში არის, ვინ ყავს და აი ეს მარგინალური მცირერიცხოვანი კობახიძის ჯგუფი, არის იქ რამდენიმე ადამიანი. გირგულიანის საქმე, აი გირგულიანის საქმე, აი როგორც კი და ბიზნესმენის ჩემის აზრით გირგულიანის საქმესთან კიდევ ბიზნესმენის კი არა, აი ამ ადამიანებს დისკომფორტი აქვს გარკვეულწილად. და რატო ეცედიან ა? იმიტომ რომ გირგულიანის დროშა მათ აღიზიანებთ. იმ პერიოდში, როდესაც გირგულიანის ეს დანაშაული მოხდა და ჩვენი ბრძოლა, როდესაც დაიწყო, ხო? იმ დღიდან ეხლა ჩვენ ცოტა ადრეც ვაკრიტიკებდით, მაგრამ გირგულიანმა შეძინა ამ ბრძოლას, ესე რომ ვთქვათ, მთავარი ამოცანა, ხო? გირგულიანის საქმე. ჩვენ რო ეს ადამიანები დღეს სპიკერები ვინ არიან ამ თემასთან დაკავშირებით? აი ვინც ჩავგულიძეზე იმას ლაპარაკობს და მურუსიძეზე ანგელოზია. ვინ არიან ეს ხალხი?
ერთი ადამიანი არის, ერთი ადამიანი იმ ძველებიდან არის, ვინც ამას ამბობს. არავინ, იმიტომ რომ შუბლის ძარღვი უნდა გაიწყვიტო ეს რო თქვა, ხო? სოციალ სტატუსი დავწერე გოგა ხაინდრავა გავიხსენე, რომელიც მართლა მინისტრი იყო და აქციებზე დადიოდა, ასევე ინგა გრიგოლიას ეთერში პირველებში ნათქვამი აქვს, რომ მე რომ ვანო მერაბიშვილის ადგილს ყოფილიყავი, გადავდგებოდი, მაშინ მინისტრი იყო, შემდეგ აღარ იყო მინისტრი და მახსოვს აი წლის თავზე თქვენ თქვით რომ ზნეობრივ ზღვარზე ვისაუბრებ. ერთი წელი როცა გავიდა გირგვლიანის მკვლელობიდან, გავაკეთე რეპორტაჟი და მაშინ გოგა ხაინდრავა ჩავწერე და თქვა რომ ეს იყო იმ პერიოდში ყველასთვისო, ჩვენთვისო ეს იყო ზნეობრივი ზღვარიო. გოგასთვის ეხაც დარწმუნებულია, ეხაც ზნეობრივი ზღვარია, მაგრამ იქ სხვათა შორის მომიწერეს რა იკითხეთ აბა დღესაც გოგას ამ საქმეზე რა სპიკერები, ანუ ადამიანები, რომლებსაც გირგვლიანი ბოდიში და ფეხებზე ეკიდათ ხო იმ პერიოდში რა. არაო ვინერვიულეო მამუკა მდინარაძემ თქვა, როდესაც არ გაასაჩივრეთ, იმიტომ რომ ეს რისკები გაწიეთ სტრასბურგისთვისო. ეთერიდან ფრაგმენტს გიყვები. მაშინ ინერვი ხო არა. ნუ ეხა ეგენი ხო ერთი ფრაგმენტი გვაქვს წულუკიანის როლზე, როგორ ემთხვევა ამ ხელისუფლების და სააკაშვილის განცხადება. აი მოვძებნეთ ეხა ვიდრე ვლაპარაკობდით და ეს ფრაგმენტი მოვისმინოთ კონკრეტულად მის როლზე როცა საუბარი. წულუკიანმა დაწერა დასკვნა, იმიტომ რომ წულუკიანი მუშაობდა იქ და წულუკიანმა დაწერა. სტრასბურგი ხო წულუკიანით არის მართლა? იქ დასკვნას წერდა წულუკიანი. და წულუკიანს ხო და პირად დაინტერესება. მე 10 წელი მუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და რა თქმა უნდა მონაწილეობა მაქვს იმ საქმის მართვაში და იმ საქმის შესახებ გადაწყვეტილებების შედგენაში, რომელსაც ჰქვია ემექიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად თეა წულუკიანი. და რა დამსახურება? კარგი, და კონკრეტულად. იყავდა ანუ არ უნდა მიიღო წარმოებაში და ან გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო? მეტი ინფორმირებულობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ევროპული სასამართლოზე შეტევა, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპულ სასამართლოს რაღაც არ უნდა გაეკეთებინა და თეა წულუკიანმა რა ქნა, მოისყიდა 7 მოსამართლიანი პალატა. პირიქით, თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ნებისმიერ ადამიანთან ინფორმაციას არ იშურებდა, საუბარს არ იშურებდა, რომ მოეყოლა ამ кейსის შესახებ. ხო, ნუ გასაგებია ბიჭო. შესაძლოა სხვადასხვა мотивაციით, მაგრამ რა თქმა უნდა წულუკიანს თუ ქონდა როლი ამის შესახებ დღეს ბევრს კითხეთ და დაგვიდასტურეს, მაგრამ ამას რომ თავიდან ტექნიკური როლი, იმიტომ რომ მე ვიცი ერთი რამ. მაგრამ ეს ორი მესიჯი საქმე მთლიანად თავიდან ბოლომდე იყო მომზადებული სტრასბურგისთვის დათო ჯანდიერის მიერ, ანუ მას მიყავდა ეხა ტექნიკური როლი რაღაცა ალბათ ითამაშა ხო, ანუ ფოსტალიონის როლი რო ეს ფურცლები აიღო აქედან მეორე ოთახში. ამას რო თავი დავანებოთ, ეს რატო ვაჩვენეთ, რომ სააკაშვილი ერთი და იგივე არგუმენტით რისი მიღწევა სურთ. სააკაშვილი აბიტურებს ამ არგუმენტით, რომ ეს წულუკე რაღაც ეჭვში აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კეთილსინდისიერებაში, აგერ წულუკიანის დაწერილი იყო და ანუ პოლიტიკურად მოტივირებული. ესენი კი არ აბიტურებენ, მაგრამ ცდილობენ რომ შავგულიძეს და ჩამოართვან ეს წარმატების. არა, მოდი ესე ვთქვათ, ხო, თვითონ სტრასბურგის სასამართლოში წარმატებული პროცესი, რა თქმა უნდა, არის შალვას დამსახურება, მისი ინიციატივა იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, დათო ჯანდიერს არ უნდა დაუკარგოთ, იმიტომ რომ ეხა საერთაშორისო სასამართლოს აქვს თავისი ფორმატი, ხო? და იქ სხვა სპეციფიკაა და ამ შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ დათო ჯანდიერის როლი იქ იყო მთავარი. ეხა წულუკიანსაც ჰქონდა როლი, იმიტომ რომ იქ მუშაობდა და ტექნიკურად იყენებდნენ ალბათ, ხო, რომ ეს აქედან იქ შეიტანე, მიდი იქ იმას ეს უთხარი. ამ დონეზე თორე ეხა წულუკიანმა რომ გადაწყვეტილების მიღებაში რამე როლი ითამაშა, ეხა ეს ხო ძალიან დიდი სიბრიყვეა, ხო უნდა იცოდე რა არის სასამართლო. ეს ბურუსიძე ხო არა, ხო არ ზის იქაცო, რომ პროკურორმა უთხრას, რომ ეს განაჩენი გამოიტანეო და თავარი პრობლემა აი მურუსიძეს დაუბრუნდები. ის კი არის, რომ სამართლებრივად ეხა ზის და ჟურნალისტებთან არის დისკუსიაში, თავის მოედანზე, ანუ კალათბურთელი ფეხბურთელს ეთამაშება კალათბურთს და მე ამაყის სახით გამოდის, რომ უგებო. პრობლემა მურუსიძის ის კი არ არის, რომ ესე რომ ვთქვა, ბოლოს განაჩენში რაც ჩაიწერა, ის სწორი იყო თუ არა. მისი პრობლემა ის არის, რომ პროკურორის დავალებას ასრულებდა. ეს არის პრობლემა. სისტემა ესე მუშაობდა. სასამართლო იყო პროკურატურის ქვეშ,
პროკურორი ავალებდა მოსამართლეს განაჩენს, ანუ რა განაჩენი უნდა დამდგარიყო და ეს განაჩენი გამოსულიყო. უნდა გამოსულიყო. რას გვეუბნება დღეს ჩვენ ისა რა ქვია, კობახიძე, ხო? კობახიძე და სხვაებიც, ხო? ბიძინაევანიშვილი საერთოდ უფრო შორს წავიდა, კაცო, საერთოდ ყოველთვის პატიოსანი კაცი იყო. შეკაი ადამიანო, თუ ყოველთვის პატიოსანი კაცი იყო, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ესენი თუ პატიოსანი ხალხი იყვნენ და ესე იგი სასამართლო თავისუფალი თუ პატიოსანი გამოდის სასამართლოსთან მიმართებაში. რა მარტო სასამართლო ყველაფერთან, იმიტომ რომ მურუსიძის ესე რომ ვთქვათ, ვირუსი მურუსიძე ეს მარტო სასამართლო კი არის. კოლექტიურ მურუსიძეს, როდესაც ტერმინს ხმარობ, მე სასამართლოს არ გულისხმობ. იგივე უბედურებაა ყველა ინსტიტუტში, კაცო, ყველა ინსტიტუტში იგივე უბედურებაა. სისტემამ განიცადა ტრანსფორმირება და ბიძინა ივანიშვილს შეეტენა ეს სისტემა. ანუ სამართალ მემკვიდრე დღეს ნაციონალური მოძრაობის მანკიერებისა სისტემური თვალსაზრისით არის ბიძინა ივანიშვილი. ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი. მიშა კაცო ქუჩაში ხო არ დარბოდა თავის საჭირი დავით მეს თვითონ სისტემა კილერი მკვლელი რომელიც ადამიანებზე ძალადობდა ამ სისტემის სამართალ მემკვიდრე გახდა ბიძინა ივანიშვილი დღეს რო ამბობენ მურუსიძე რო ლაპარაკობს ცუდი კანონები იყო მაშინ ცუდი კანონები იყო და რამექნა სხვა გზა არ მქონდა შეცვალა ვინმე ის კანონები იგივე კანონები მოქმედებს დღესაც პოლიტიკა იყო სისხლის სამართლის სხვაო ნულოვანი ტოლერანტობის არა ჩვენ კეთილი ბიჭები ვარ და ისინი ბოროტი ბიჭები იყვნენ ხო ანუ აქამდე და აქ ყველაფერი რა პოლიტიკა იყო კაცო არაფერი არ შეუცვლიათ ну ნიუანსები შეიძლება 1-2 რაღაც დეტალი შეკრებითობა ეს ანუ სასჯელი უფრო რბილი გახდა ამ ხრივ აი ვადების კი მაგრამ რასulis ჩვენ იგივე გირგულენის кейსზე როცა ვლაპარაკობთ საჯელის დამძიმებაზე კი ვლაპარაკობთ საჯელის შემსუბუქებაზე ვლაპარაკობთ პირი ანუ მოხდა დანაშაულის გათეთრება სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩადენილი რა თქმა უნდა მურუსიძე არ არის მთავარი დამნაშავე აქ იმიტომ რომ ეს დანაშაული ჩაიდინა მთლიანად სისტემამ პროკურორმა სასჯელ აღსრულებამ პარლამენტმა რომელმაც კანონები მიიღო ყველა ანუ ეს იყო ჯგუფური დანაშაული ყველა მურუსიძე ამაზეც არის საუბარი რომ რა მარტო მურუსიძე თუ ყველა მურუსიძეა და ჩვენ მარტო მურუსიძეზე ვლაპარაკობ მე არ ვლაპარაკობ მარტო მურუსიძეზე მე მურუსიძეზე ვლაპარაკობ როგორც მანკიერების სიმბოლოზე ის გახდა სიმბოლო იმიტომ რომ ჩვენ დროშაზე რადგან ავწიეთ გირგულიანი და ვთქვით რომ ჩვენი გმირი არის გირგულიანი ავტომატურად ანტიგმირად გამოცხადდა მურუსიძე რატომ იმიტომ რომ ის ხვები ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობენ დღეს პრეტენზიები არ აქვს დამალულები არიან იგივე მოსამართლე ჩემია დღეს არ არის მოსამართლე ხო და ამ კაც პრეტენზია აქვს ერთია სხვათა შორის მისი საკითხი ხო დაგდახის მე სასამართლოს ლიდერი ვარ მე მგონი გუშინ გამოაცხადა ხო არა ბევრჯერ უთქვამს მანამდეც ეს სასამართლოს რომ არო რაღაც არასასამართლო ადამიანი რომელიც ასოცირდება არ არის მთავარი ასოციაციის ხელმძღვანელი რომელიც ასოცირდება ამ ქვეყანაში ყველაზე ესე რომ ვთქვათ საბედისწერო და ტრაგიკულ საქმესთან რასაც გადაყვა ის ხელისუფლება და სამწუხაროდ საქმე ისე მიდის რომ ეს ხელისუფლებაც გადაყვება და ანტიგმირია ამ საქმის ხო და ისავიდა დროშა თვითონ ახდა იმ დროშაზე თორე კაცო წასულიყო სახში რა და მურუსიძე არავის არ გაახსენდებოდა მისი გვარი არავის არ იცოდნენ თავის ოჯახზე რომ ნერვიულობს მო რაზე ნერვიულობს წასულიყო სახში მე არ ვამბობ რომ მურუსიძეა მის ოჯახსაც ვეუბნები არ ვაცხადებ რომ მურუსიძეა მთავარი დამნაშავე შეიძლება ყველაზე ნაკლები დანაშაული აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით ჩადენილი მაგრამ თვითონ ავიდა ანტიგმირის დროშაზე თვითონ დახატა თავის თავი და ამბობს მე ვარ გირგულიანის საპერწონეო და დღეს ისტორიას წერენ თავიდან და რატო წერენ იცი კიდე ერთი მიზეზი რა არის ჩემი აზრით დისკომფორტია 2005 წელს ხო 2005 წელს რაც მოხდა მე ვერ გამოვრიცხავ რომ იმ პერიოდში დღეს არიან ხელისუფლებაში ადამიანები და არც თუ რომლებიც მაშინ თანამშრომლობდნენ მიშასთან და ამართლებდნენ გირგულიანის ესე რომ ვთქვათ აი ამ უბედურებას ამართლებდნენ და მეცაც გეტყვი ამბობდნენ რომ ეს იყო ბადლის პოლიტიკური თამაში გირგულიანი კი არ იყო პრობლემა იყო რომ გირგულიანი პოლიტიკურად თამაშობდა ეს ადამიანები ყავს დღეს ამ ადამიანების დიდი ნაწილი ყავს დღეს ხელისუფლებაში მათთვის არის დისკომფორტი ესე დაწერილი ისტორია როგორც ჩვენი სისხლით და ოფლით დავწერეთ ამ ქვეყნის ისტორიაში და ეხლა ცდილობენ რომ ისტორია გადაწერონ
აი ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ის კი არ არის რომ რაღაც ისა და ესა და დღეს და მურუსიძე თავი დანაშაული, ანუ უფრო შორს მიდიან ეს ხალხი ისტორიის გადაწერას ცდილობენ. რომ სისტემა იყო თურმე მაშინ წესიერად მოიქცა მაშინ იმას არა სისტემა წესიერი არ იყო მთლადას ეს საუბარი, მაგრამ დანაშაულთან დაკავშირებით მურუსიძე სხვა გზა არ ქონდაო და მე მედიან იმაზე რომ ამ სისტემის ავტორებთან დგას დღეს შავგულიძე რაღაც პოლიტიკური ხაზი ასე მიდის სხვა გზა არ ქონდა კი შეფუთვით თუ ჩვენ ფორმალური სამართლის ენაზე თუ ვილაპარაკებთ შეიძლება ეს არგუმენტი და ეს ამას შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ მე სხვა რამეს ვამბობ კაცო საქმეები იხილებოდა ესე პროკურორი მიდიოდა მოსამართლესთან პროკურატურის ქვეშ მუშაობდა სასამართლო დიანა პროკურატურა იყო სასამართლოს დირექტორი პროკურორი ადეიშვილის დღეს კობახიძემ თქვა ეს გამახსენდა უბრალოდ რომ ეხლა ამბობენ რომ ადეიშვილი სასამართლო ჯობდაო დღევანდელს რომ არ ჯობდა არა იგივეა არაფერი არ შეცვლილა არც ეს ჯობდა და არც ეს ჯობია იგივეა უბრალოდ აი ეს დისკრედიტირებული ადამიანები კიდევ უფრო მოძლიერდნენ კი დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტურად იყენებს ამ ინსტრუმენტებს მე მგონი რომ რა შეიცვალა არ არის კომუნიკაცია ყველა საქმეზე კი თავისუფალ რეჟიმში მიდის ალბათ მაგრამ აი მაღალი მგზნობელობის საქმეზე იქნება ეს კომუნიკაცია მაშინაც ეს იყო იქ მგონია რომ აი უდის მოპარვაზე 10 წელი რაღაც ისეთი გასაგებია მაგრამ აი პროკურატურის ხაზი იყო ძალიან ელემენტარულ საქმეებზე შეიძლება იყო ეს პირველ ეტაპზე ნულოვანი ტოლერანტობა ეხა ეს საკამათო თემა იყო გამოცხადებული რატომ იმიტომ რომ გაეწმინდა სისტემა მთლიანად და ეს აგრესიული პრევენცია მოეხდინა დანაშაულის ანუ ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მაგრამ მეორე ეტაპზე ნახეთ რომ იმსახურებდნენ რაც ჭირდებოდა აი ამ პოლიტიკურ კილერ მოსამართლეებს და კოლექტიური მურუსიძე კილერ მოსამართლეა და ამას თვითონ კობახიძე ამბობს ხო მე ხო არ ვამბობ კაცო რომ მაშინ ცუდ საქმეებს შედიოდნენ ეს ხალხიო ხო ამ კილერ მოსამართლეებს მაგრამ ეხა იქამდეც მივიდნენ რომ მაშინ ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ და ეხლა კარგები გახდნენ ეს თეზა შეცვალეს იმით რომ არც მაშინ არ აკეთებდნენ ცუდ საქმეებს კაცო მაშინაც სწორად იქცევდნენ ანუ კობახიძემ რაც თქვა ეს სადაო თეზა ეხლა კიდევ უფრო ახლო შეიცვალა უფრო შორს ავიდნენ რითაც ფაქტობრივად მიშას აправებენ ბოდიში ამ სიტყვისთვის ხო ანუ ფაქტობრივად თუ სასამართლო თავისუფალი იყო და ყველაფერი თავისუფალი იყო დამთავრებულია თემა რატომ ვამბობ ამას იცი რომ სასამართლო თავისუფალი და პროკურატურა არა თავისუფალი ესე ვერ იქნებოდა რატომ იმიტომ რომ თუ სასამართლო თავისუფალი იყო პროკურატურას რაც არ უნდა განუკითხაობა ეწარმოებინა სასამართლოში დაიგრეოდა ეს საქმე ამიტომ ილუზიაა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რომ თურმე პროკურატურა იყო დამნაშავე და სასამართლო არ იყო დამნაშავე შეუძლებელი იყო სისტემა ვერ იმუშავებდა დღესაც ბიძინა ივანიშვილი სასამართლოსთვის აი ესე ჯიუტად და აგრესიულად რატო იბრძვის და რატო იხდის სამხედრო პოლიტიკურ ფასს იმიტომ რომ ესმის რომ პროკურატურის და სპეცსამსახურების და პოლიციის კონტროლს აზრი არა აქვს თუ სასამართლო ჯიბეში არ გიდევს რატო იმიტომ რომ შენ იქ რაც არ უნდა შეკერო რაც არ უნდა ესე რომ თქვა ჩემ ძალაუფლებაზე მოირგო ყველაფერი ეს საქმეები თუ სასამართლო თავისუფალია იქ დაინგრევა საბოლოო ჯამში ამიტომ აზრის კარგავს ეს ჯაჭვი აი ესე რეკლამა გვაქვს ახლა ეთერში და რეკლამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ საქმეზე ვისაუბრებთ უბრალოდ დასკვნაზე ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ ზეპირად ვიცით დაახლოებით რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს ხვალ გვეცოდინება უფრო მეტი რა პროექტი იქნა წარდგენილი პარლამენტში და ყველა საინტერესო ამ დასკვნაში ის არის რომ ის ყველას მოსწონს და ყველა ფიქრობს რომ ეს რაღაც მისი პროექტის ან მისი შეფასების ასახვა ამ დოკუმენტში როგორ შეიძლება იყოს ერთი ტექსტი სასურველი ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარისთვის ამაზე ლევან ბუძეშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ლევან ბუძეშვილი. ლევან მოგესალმებით. ჩვენ ლაპარაკობდით იმის შესახებ, როგორ არის, რომ ტექსტი არის მისაღები ყველასთვის. ყოველ შემთხვევაში დღეს მაგალითად გაგა კახიანი მყავდა სტუმრად, ის ამბობდა, რომ
ვენეციის კომისიის დასკვნამ დაამტკიცა ჩვენი დაწერილი პროექტის უპირატესობა. ეკაბესელი ამბობს, რომ ყველაფერი დაიწუნეს ყდის და თავსართის გარდა. ირაკლი კობახიძე ამბობს რაღაცებზე, რომ ეს პოლიტიკური შეფასება, მოგეთ როგორც ყოველთვის თარგმანში ვიკარგებით და ყველა ისევ ვკითხულობთ, როგორც გვაწყობს. ღამე მშვიდობის. ღამე. ცოტაც და მეორე, დაიწყო უკვე მეორე დღე. ხო, არა, მე დღეს დღევანდელ ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს არის უკვე ვინ როგორ გაყიდის ვენეციის კომისიის დასკვნას, როგორ მიაწვის მოსახლეობას და როგორ, ასე ვთქვათ, შეფუთავს ამ ყველაფერს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. და ჩემი მიზანიც როგორც ამ კომისიის ყოფილი წევრის და კონსტიტუციონალისტის იყო ის, რომ ობიექტური სურათი შექმნილიყო თუ რასთან აგვაქვს რეალურად საქმე. და ის ტერმინის კანონმდებლობა ვიხმარე არა კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებაში, არამედ ზოგადად მთელი ტალღებთან მიმართებაში, რაც 2013-14 წლებიდან მოყოლებული ხორციელდებოდა და ამან შექმნა სწორედ ის საფუძველი, რის გამოც უკვე ვენეციის კომისია უკვე რადიკალურ შეფასებებზე გადავიდა, რომელიც მე მოინათლა უკვე როგორც პოლიტიკურ შეფასებებად. თავისთავად პოლიტიკური შეფასებები არ არის პრობლემა, იმიტომ რომ კონსტიტუციური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ზოგადად პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს წარმოდგენილი თუ როგორ განხორციელდება სასამართლო სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამიტომ აქ ასეთ შეფასება ჩემი აზრით არასწორი და არაკვალიფიციურიც არის. ეს როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აი სადაც რეპუტაციაზე იყო საუბარი, ხო, იმ ნაწილზე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური შეფასება. ეს არის თუ არა ვენეციის კომისიის შეურაცხყოფა, ხო? ანუ ფაქტობრივად ვენეციის კომისიას აბრალებს, რომ რაღაც პოლიტიკურ თუ აი როგორ უნდა წავიკითხოთ ეს მისი ნათქვამი რა. რაშუაშია პოლიტიკა, ეს არის სახელმწიფოებრივი პროცესი, ეს არის მოცემულობა ინსტიტუტის, ესე რომ ვთქვათ, რეპუტაციული საკითხის და მეტი რაშუაშია აქ პოლიტიკა. ხო, აქ საუბარი არის იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გაყო სამართლებრივი რეკომენდაცია და პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაცია ერთმანეთისგან და გააკეთა არჩევანი, რომ პოლიტიკური შეიძლება არ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ პოლიტიკური. ეს პოლიტიკურია. ეს რას ნიშნავს? ეს რასია რეალურად? პოლიტიკური პროცესიდან დეფინიციას. კანონი არის ორგანული კანონი სწორედ იმას ნიშნავს, სხვა რამესთან ერთად, რომ ის განსაზღვრავს ამ სფეროში პოლიტიკის საკითხს. ანუ სხვანაირად ვერ იქნება შეფასებები და ამავე დროს ვენეციის კომისია ამბობს, რომ ვინაიდან უკვე ამდენი დასკვნების მთელი ამ საკანონმდებლო ტალღების შემდეგაც კი პრობლემებია სისტემაში, პრობლემებია პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიზირებულია ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, შესაბამისად მას უწევს უკვე რადიკალური რეკომენდაციების გაცემა და ბუნებრივია აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ პროცესებს. როდესაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ ერთი პარლამენტი კი არა, ორი მოწვევის პარლამენტი უნდა იყოს, ამით ამბობს არა იმას მხოლოდ, რომ აქ პროცესი იმდენად არის პოლიტიზირებული, რომ უკვე აღარ შეიძლება მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ხელისუფლების დასაყრდენი და გადასაწყვეტი იყოს ეს ყველაფერი, არამედ ამბობს იმასაც, რომ მოდით სასამართლოს მიმართ ნდობის აღსადგენად ეს პროცესი გავწელოთ. კი, მაგრამ საკმარისია, ლევან, ხა ეგ ნახევარზონა, კი, გასაგებია, მე ხა ვენეციის კომისიას კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ არ ვაკრიტიკებ, რა ქნა, ისინი ხო არ გვეტყვიან, ეხლა რომ გაღარეთო ეს ხალხიო, ხო, ქუჩაშიო. გასაგებია, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს, ხო, თუ სრულფასოვან და კარგ გამოსავალს ვერ პოულობენ, ნახევრად გამოსავალს მაინც გვთავაზობენ, მაგრამ ეხლა ის რომ ეს ნახევარი დავამტკიცოთ და ნახევარი მე არის ნახევარი გამოსავალი. ჩემთვის ნახევარი გამოსავალი, ამიტომ ეხლა მურუსიძე რო უკვე დღეს დამტკიცებული, ეს ჩემთვის უკვე დისკრედიტირებულია მთელი სისტემა, ხო, იმიტომ რომ ეს ხო სიმსივნოვანი დაავადებები უკვე მეტასტაზებივით არის მოდებული ჩათვალე რა. ეხლა კაი ვენეციის კომისია, რომელიც ფიქრობდა თავის დროზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ქონოდა, ასე ვთქვათ, მთელი პროცესი თავის თავზე აღებული, დღეს ამბობს, რომ გეტყვით რატომ? აი, გეტყვით რატომ ამბობს? ძალიან კარგი კითხვაა. ვენეციის კომისია ყოველთვის უდგება წარმოდგენილი პროექტის ჩარჩოებში, ასე ვთქვათ, შეფასებას. მაგრამ ის ამავდროულად მთლიან პროცესს უყურებს. ის გთავაზობს რა არის იდეალური ვარიანტი. მაგრამ არსებული სიტუაციის, არსებული კონიუნქტურის და პოლიტიკური კონტექსტი სხვა არის აქტორი, გამომდინარე, რომ წყვეტდა შეიძლება კარგია, მაგრამ სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე ის უკვე გთავაზობს არსებულ გადახვეულ არასტანდარტულ გამოსავალს. აი ამაშია საქმე. ახლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ნახევარი და ნაწილ-ნაწილ კომპლექტაცია.
თუ ვენეციის კომისია ამბობს, რომ იცით რა, ეს იუსტიციის საბჭო იმის მიუხედავად ამას მე ვაფასებ თუ არ ვაფასებ და აღვიქვავ თუ არა ამას ასე საზოგადოებაში არ სარგებლობს ნდობით და მოდით მხოლოდ ნაწილის წარდგენის საშუალება მივიცეთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას ამ წარდგენის საშუალებაც აღარ აქვს. ეს სწორედ ნიშნავს, რომ დელეგიტიმებულია იუსტიციის საბჭო და პირველ რიგში სწორედ ის უნდა გადახალისდეს, რომ ლეგიტიმაცია დაიბრუნოს და პროცესმა, რომელიც მერე გაგრძელდება და მოსამართლეების კანდიდატების წარდგენა მოხდება, დაიბრუნოს ნდობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემურად, ამიტომ პირებზე რომ დავანებოთ საუბარს თავი. ეს არის ავგიას თავლა, რომელიც უნდა გაიხვეტოს რა. აი ყველაფრის გამარტივებაა სწორი, ხო? მე ვფიქრობ, ხოლმე გახვეტვა არ მშველის, არა, მე არა, რა თქმა უნდა, ალგორითმიც უნდა შემუშავდეს, მე რა შევდით, ხო? ამას თავაზობს ვენეციის კომისია, ამ ალგორითმსაც გვეუბნება, ვენეციის კომისია წინა დასკვნებშიც გვეუბნებოდა, ახლაც გვეუბნება, ნაციონალური მოძრაობის დროსაც გვეუბნებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების დროსაც გვეუბნებოდა, სულ გვეუბნებოდა. უკიკეო რამდენჯერმე მითხრა, რომ რა და გემართებათ 25 წელი რით ვერ დაალაგდით, რომ არც ერთ რეკომენდაციას ბოლომდე არ ითვალისწინებთ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის კონტექსტური, ის არის კომპლექსური. იქნება რაღაცის ამოღება ნიშნავს, რომ კრიტერიუმი უნდა შეადგინო. კანონპროექტს რა ქვია, რომ კრიტერიუმების ჩამონათვალია, ვინ შეიძლება გახდეს იუსტიციის უზენაეს სასამართლოს მოსამართლე. ანუ თავისთავად პროექტი რა შეიძლება ჩაწერო, როცა კრიტერიუმებზე საუბარი. თავად იყოს სწორედ აი ამ კონტექსტის აღქმა პოლიტიკურის, რომელიც არსებობს. მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ჩატარდა რამდენიმე ხნის წინ, იქ ხალბატონმა მზია თოდორ ძალიან კვალიფიცირად მიმართა მათ და უთხრა, რომ რატომაც შეიძლებოდა უკვე კანონში არსებული ჩამოწერილი კეთილსინდისიერების და სხვა პროფესიული კვალიფიკაციის შექმნის კრიტერიუმები განზოგადებულიყო ამ წარდგენილ სიაზეც. ხო ეს ხომ არ შექმნიდა ამ ხელა პრობლემებს. ანუ აქ პროცესი სწორედ დეკემბრის ბოლოს, ანუ უკვე საბაბის ხასიათის პროცესი დეკემბრის ბოლოდან წამოვიდა და ამან მოახდინა იუსტიციის საბჭოს დელეგიტიმაცია სწორედ იმიტომ, რომ მათ ეს გააკეთეს პირველ რიგში არა გამჭირვალეთ და არა ასე ვთქვათ ისეთი ნორმალური შეჩევის პროცედურით, რომელიც საზოგადოებისთვის შეადგინეს ეს ადკაციენცია. უცებ ესე რაღაც ლეპტოპი და რომ ესეც კიდე თქვეს. დიანა, კანონში ეს კრიტერიუმები ყოველთვის იყო. აქ საუბარი რაზეა? დელეგიტიმაციას რა იწევს? ეს ცნობილი ლევან მურუსიძე ახალი წლის წინა დღეებში 3 დღით ადრე სწორედ კრიტერიუმების საფუძველზე იქნა უვადოდ გამწესებული. ანუ კანონში ჩამოწერილი კრიტერიუმები უფრო მეტი ქულები მიიღო, ვიდრე მაღალი ქულა იყო, 15 იყო და 20. მაქსიმუმზე ფლატესი არ იყო, იმიტომ რომ ზუსტად ესე იყო ერთ კონკრეტულ შეცდომა იყო, იმიტომ რომ ჯამი მაინც ეს სწორი არა დიდი მნიშვნელობის მქონე არის. აქ საუბარი რაზეა, რომ როდესაც პროცესი თუ ეს ყველა აკმაყოფილებდა ამ კეთილსინდისიერების, ამ მაღალი კვალიფიკაციის, ამ პროფესიული სინდისის კრიტერიუმებს, ხომ? რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი ყოფილიყო გამჭირვალე? ყოფილიყო ყველასთვის ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი და დასამართი. აი ხა რა გამოსავალია რა შეიძლება. ჩემთვის აი თავარი ბოდიში. იგი როგორ გეკადრება? არა, თქვენ. არა, რა მაინტერესებდა, იცი, აი რეპუტაციული თემა, ხო? ეხა აი ვიხსენებ ხოლმე ამ შტატებში ეხა რო წარადგინა იმან რა გვარი კავანო. ხო, კავანო რო წარადგინა, იქ 18 წლის ასაკში რაღაც რო აკეთებდა ის რო გაუხსენეს, ხო? ეხა ხო გასაგებია რომ ეს მოსამართლეები, ვიზეც არის საუბარი, ეხა იმად გარდა კიდე სხვები რა უბედურებაში არიან, მე უბრალოდ არ ვიცი, ხო? ანუ მათი რეპუტაცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეხა მე ბრალს არავის არ ვდებთ, მაგრამ კითხვები არსებობს ამ რეპუტაციასთან დაკავშირებით. აი რა კრიტერიუმები შეიძლება რომ აი როგორ უნდა ვიაროთ რომ აი ესეთი კითხვის ნიშნის ქვეშ რეპუტაციის მქონე მოსამართლეები არ მოხვდნენ სისტემაში, იმიტომ რომ ჩემი აზრით მთავარი მოსამართლეების არის რეპუტაცია. თუ ნდობა მის მიმართ არ არის, ხო? ანუ არ არის სამართლის განცდა ქვეყანაში და შესაბამისად არაფერი აღარ მუშაობს, ხო? ყველაფერი ინგრევა რა. ესეა და ამ რეპუტაციას განსაზღვრავს აი ვენეციის კომისიის დასკვნის განზოგადება რო გავაკეთო ზუსტად მაგამდე მივად. ის ამბობს რას რომ აქ არსებითი მნიშვნელოვანი ის კი არ არის დადგენილია თუ არა ხარისხობრივად ან სტატისტიკურად რამდენად ის სანდოობის მატარებელი, არამედ მნიშვნელოვანი არის ის რომ უბრალოდ აღარ მოწონს საზოგადოებას ის. მოწონების ხარისხი აღარ არსებობს. პირების
ორგანოს, ინსტიტუციის, სისტემის მიმართ მოწონების ხარისხი, რაც რა თქმა უნდა რეპუტაციული ზიანის გასაგებია. ამაზე ელიტური დისკუსიაო ამბობენო ესო ხალხს კი არ აინტერესებს, რაღაც ჯგუფები ტელევიზიაში ხშირად რომ ჩანან, ის ჯგუფები ლაპარაკობენ ამ პირებზე და ამ ანუ საზოგადოება არ ენდობა ეს არ არისო ხელისუფლების არგუმენტი ასეთი. ეს არ არის რაღაც საზოგადოება. ანგელოზი რო იყოს მორუსი, დაუშვათ სულ ანგელოზია და მართლა საკუთარი წამსი იმდენი არის ჩემი მტერი, მაგრამ დაუშვათ ხო? ხო, შეიძლება წმენით მიიღო გადაწყვეტილება და ყველა წამსი კანონით და წმენით. გადაწყვეტილებას ბიჭო თვითონვე აღიარებს რომ სახლიდან გამოსვლა უჭირს ხო ზოგჯერ რა. საკმაოდ პრობლემური იყო მისთვის ეს წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მეზობლები გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ, იმის კვაჭანტირაძის არ იყოს, ხო? იმიტომ რომ რეპუტაცია, ანუ მისი რეპუტაცია ჩავიდა პლინტუს ქვემოთ. სუბიექტური მიზეზებით შეიძლება. და შეკაი ადამიანო, თუ შენ სასამართლოების კარგი გინდა და პატრიოტი ხარ და ესეთი კეთილშობილი ადამიანი ხარ, ხო? შენ თვითონ უნდა გახვიდე ამ დროს. განა იმიტომ რომ თვლი რომ დამნაშავე ხარ, ხო? რატო გაქვს პრეტენზია რომ კიდე იმას ლაპარაკული სასამართლოს ლიდერი ხარ, ხო? კიდე სისტემური პრობლემას შევხედოთ. მოდით, კითხოთ ავსოთ შემდეგნაირად, რომ მოსამართლეებს რომლებსაც 2012 წლის შემდეგ ვადა გაუვიდათ, 2013-ში გაუვიდათ, 2014-ში, 15-ში და მოხდა მათი გადანიშვნა. ჩვენ გავიგეთ არგუმენტი, რომ ეს მოსამართლეები იყვნენ ცუდი საქმეების კეთებლები და მერე გახდნენ კარგი საქმეების კეთებლები და რატომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანებს თუ გაუვიდა ეს ვადა წასულიყვენ სახლებში თავისი დაკეთებით ცუდი საქმეები მოინანიონ აღარ გადანიშნულიყვნენ ანუ აი თავი არგუმენტი ხო რა თქმა უნდა მოინანიებინათ თავზე რატომ გაკეთდა ეს ჩვენ თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის პირველი ვიდეო მიმართვას როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა თქვა რომ აი ეს ადამიანი დაპირდა რომ გააკეთებს დაალაგებს სასამართლოს და ყველას უთხრა რომ თუ რამე ასე თქვათ იქნება პრობლემური აქ არის მე ვარ ამ შემთხვევაში გარანტია ამ ყველაფრის რაც თავისთავად არასწორია სამართლებრივად რატომ არც პოლიტიკურად მე თუ ვკითხავთ იმიტომ რომ ზოგადად არ უნდა შეეცადო არავისთან არაფრის დაალაგებას თუ მართლა რაზეც დღეს არგუმენტები გვესმის რომ სასამართლოში ვერ ჩავერევი და ასე შემდეგ ისიც ჩარევა იყო უნდა დაენებებინათ თავის საერთოდ სასამართლო თვითონ დაალაგებულიყო თვითონ დაალაგდა ასე თავიდან არა ხო არა რაღაც არ მგონია იმიტომ რომ ეხლა უყურეთ რა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ერთ ერთი კრიტიკული მოსამართლისთვის სამასი მოსამართლის სახელით გვესაუბრება სამასი მოსამართლის სახელით გვესაუბრება ლევან მურუსიც და მას აქვს ამის საფუძველი და გეტყვით რა საფუძველი მოსამართლეები წლების განმავლობაში იყვნენ არა მხოლოდ გარედან წნეხის ქვეშ, არამედ თვით შეზღუდვის ნაწილშიც ასე ვთქვათ ასპექტით მუშაობდნენ. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოსამართლეს სწორედ ამ პასუხისგებლობის აღება არ უნდა განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ საქმეებზე, ხო? საქმეებზე, რომელიც უკან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ბიზნეს ინტერესები დგას. ამაზე მათ არ უნდოდა დარჩენილიყვნენ, მარტო ხშირად ხდებოდა ეს. ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალი იყო ის, რომ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მათ შორის საკუთარი სისტემური ჯგუფებისგანაც, რომ ეს მოსამართლეები დაგვეტოვებინა საკუთარი პასუხისგებლობის წინაშე მარტო და მათ ეს სწავლაც სწორედ ამ მარტოდ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან შემთხვევაში ეს არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ და დღეს სწორედ მივიღეთ ის სიტუაცია, რა სიტუაციაც ეხლა გვაქვს. ანუ სისტემურად ვითომ გაერიდა სასამართლოს და თქვა რომ დამოუკიდებელია, მაგრამ რეალურად მასში ჩაერი არ მიცა საშუალება მოსამართლეებს, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი. აი ამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გარკვეული, ასე ვთქვათ, ფორის მიცემით რომელიღაცა ჯგუფის მიმართ, გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც სიგნალი იყო დანარჩენი ყველა სხვა მოსამართლისთვის, რომლებიც ბუნებრივად მოდიოდნენ იმ სიტუაციიდან, როდესაც მოსამართლეები ყოველთვის ეძებდნენ თავშესაფარს, ანუ გადარჩენის საშუალებას, პატრონს და ასე შემდეგ. ხო, ამით დიანა, ეს ხო მენეჯმენტ ამოცანაა ეხლა რა. შენ თუ გაქვს პოლიტიკური ამოცანა, მოდი პირდაპირ დავარქვა თავის სახელი ყველაფერს, რომ ეს რიტორიკა ამათი და რეალობა ხო აბსოლუტურად აცდენილია, კეთო. რა დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმის პროცესში ვართ ეხლა რა. პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმის პროცესში ვართ, რატომ? იმიტომ რომ სისტემის კონტროლი, ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ მექანიზმად ესახება დღეს ხელისუფლებას. იმისათვის რომ სისტემა აკონტროლო, მართლმსაჯულება გჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება კონტროლის ქვეშიდან გაიქცეს ყველაფერი, ხო?
აი ამ პროცესში ვართ. ამისთვის მიდის ბრძოლა. ძალიან მარტივად რა. ეს კანონპროექტი შეცვლის. აი კანონპროექტი ყველა შესწორება რომ გაითვალისწინონ, აი მაინც რა შეიცვლება. ვენეციის კომისიის დასკვნა რომ ხო, გაითვალისწინონ ამ კანონპროექტის მიერ დაიწყება ახალი ხალხის შერჩევა და როგორ უზენაეს სასამართლოს პირველი რაც შეიცვლება თუ ამ დასკვნას გავითვალისწინებთ თავის მთავარ ასპექტში რაც არის ასე თქვათ აზრი, მისი პრინციპული აზრი რომ უნდა შეიცვალოს სისტემური ორგანოს იუსტიციის საბჭოს ასე თქვათ შემადგენლობა, ეს პირველი შეცვლის იმას რომ ოცნების მიმართ ვინ ამბობს რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა შეიცვალოს? ეს არის აზრი ვენეციის კომისიის ის რომ მხოლოდ რო ამოსამართლე დამტკიცდეს, ეს არის უნდობლობა ამ სანამ ნდობა არის დაბალი და ეხლა როდესაც ინსტიტუტი რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რო უნდა შეიცვალოს ეს არის სულისკვეთება კომისიის დასკვნის აი კარგი სიტყვა რატომაც ვერ გავიხსენე ეს პირდაპირ ვერ გაწესდება მაგრამ ეგ არის საჩას იმ ფრაგმენტში როცა წერენ 64 63 და 65 პუნქტებში ჩანს ეს ყველაფერი დასკვნაში ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ატომაც ისე გავიდა რომ ევროკავშირის ელჩმა თქვა თითქოს რომ თავარი იმაში არ არისო რეკომენდაციებშიო პოლიტიკური ნაწილიო და არა და უბრალოდ რომ თავარშია არა ბოდიში მაგრამ იქ უფრო მძიმე წერია ეს რომ ამის რეპუტაცია როგორიც არის გასაგებია მაგრამ თან შეკრულია ხელისუფლებასთანო და ამით გადადის ნახევარი ამ ხელისუფლება ნახევარი შემდეგმა პარლამენტმაო რა ანუ რას მოიტანს დასკვნის გათვალისწინება მოიტანს იმას რომ პირველ რიგში ქართული ოცნების უმრავლესობა შეინარჩუნებს გარკვეულ სახეს ის შეეცდება რაღაცნაირად აღიდგინოს სწორედ ამ პროცესის გამო დაკარგული ძალიან ბევრი პოლიტიკური ქულა რეპუტაციული ზიანი რაღაცნაირად აღიდგინოს ეს ერთი მეორე რომ გაჩნდება სისტემის მიმართ გარკვეული ნდობის ნიშნები რომ აი შეიცვალა იუსტიციის საბჭო ახალი ხალხი დანიშნა პარლამენტმა თავის წარმომადგენლების სახით და შესაბამისად პროცედურები რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე აღარ არის საჭირო დამატებითი ბერკეტები ისათვის რომ სისტემა ჩაიკეტოს და რომ წარდგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე თითოეული კანდიდატი ინდივიდუალურად უნდა იქნას შეფასებული და ეს უნდა იყოს საზოგადოებისათვის ძალიან თვალსაჩინო და პლუს ის ტექნიკურ სამართლებრივი გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული ეს გამოიწვევს იმას რომ სისტემა წავიდა სწორი მიმართულებით და უზენაეს სიგნალი იქნება შიგნითაც პირველ რიგში ისევე როგორც ეს იყო სიგნალი მაგის ილუზია ვინმეს გვაქვს არა, მაგრამ რადგან ეს ხალხი ამაზე უნდა უპასუხოთ რა, მაშინ ანუ რო არ გაჩნდეს საზოგადოებაში, ნუ აი ვერც ვენეცია გვიშველის ვერავინ ვერ აპათია სრული რო არ იყოს, ამიტომ ჩვენ უნდა არაფერი ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. თუ ხელისუფლება არ ადგენს სწორ გზას, საზოგადოება ვალდებულია რომ აიძულოს რომ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯები. ეს არის პოლიტიკური, ეს გახდა უკვე პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური თემა, ანუ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ რო გვეგონა რომ გირგვლიანის ხსოვნა ჩვენ დავასვენეთ ხო და მოისვენა იმა და ესე არ ყოფილა თურმე და ეს ჭრილობა ისევ გაიხსნა და როგორც ჩანს აი პოლიტიკური პროცესის ესე რო ვთქვათ თავარი თემა ხდება ისევ და ისევ გირგვლიანის საქმე კოლექტიური მურუსიძე და შესაბამისად სასამართლოს დავალება. როგორ დაიწყეს ეს ახალი დისკუსია? არ მიდიან, გასაყრელები არიან, ესე იგი თუ თავისნებით ვიღაცა არ მიდის, ან ხელისუფლება არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას. ლევან, ფიქრობთ, რომ იქნება წნეხი დღეს ანატოლიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში, რომ ბოჭორმის 12 თუ არ ვცდები, იცით იუსტიციის საბჭოს მისამართი. ბოჭორმის 12 გახდება რაღაც ეპიცენტრი პოლიტიკური პროცესის და პროტესტისაც. ხო, ნუ აქ საუბარი იმაზეა, რომ მორალური ზღვარი კარგად გაივლოს და შემდეგ გამოიკვეთოს და გასაგებია ის რა მიზეზსაც ემსახურება, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ სისტემა თუ არ შევცვალეთ, ყოველთვის იქნებიან ჩამნაცვლებლები, რომლებიც თან ბრძოლა მოგვიწევს მუდმივად და აქ საუბარი რაზეა, რომ შეიძლება აუგიას თავლაში იყვნენ ჯაგლაგი ცხენები, მაგრამ ამ ცხენების გამოცვლა ისევ ჯაგლაგი ცხენები და არაფერს არ წარმოიტანს. ამიტომ აქ არის იუსტიციის საბჭოს კომპლექტაციის წესიც მოსაფიქრებელია. ახსნა სისტემის ახალი ასე ვთქვათ კანდიდატების მიმართ უამრავი კარგი იურისტი არის ამ ქვეყანაში, რომელსაც ჩაბარებულია გამოცდები და მაქსიმალური ქულები აქვს მიღებული და მათ არავინ არ ეძახის და არ არც იმას არ ვამბობ, ყველა მოსამართლე წუდია, ხო, იმ მოსამართლე უამრავი ძალიან კარგი და კვალიფიცირებული
კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლე. ამას საუბარია. მაგრამ მას ჭირდება დაცვა. დაცვა ჭირდება. სხვა ადამიანები იქცნენ ამ სისტემის. დაცვაში იგულისხმება ის, რომ ისინი იყვნენ უზრუნველყოფილი საკუთარი პასუხისგებლობის წინაშე დამოუკიდებლობით ყველა ტიპის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზეგავლენების. ხელისუფლების გამო და იყოს დაცული პირველ რიგში. ამიტომ რა თქმა უნდა შანსი არის რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს. აქ არის საუბარი იმაზე, რასაც გიაც იძახის, რომ პოლიტიკურმა ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობამ ეს უნდა გაითავისოს, რომ ამაზე გადააყოლეს მთელი პოლიტიკა მურუშიძეს და ხო, არა, სხვანაირად არ გამომაში ავტომატურად დადგენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ეს ფაქტობრივად მიმდინარეობს ეს პროცესი უკვე. არ ითავისებდა, მაგრამ იძულებული გახდა, ხო? იძულებული გახდა, რომ გადადგა 2008-ში. რა აპირებდა მიშა გადადგომა? არ აპირებდა. 2007-ში უფრო სწორედ, მაგრამ პროცესმა აიძულა. ესე უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლებაც. აბარა, როცა ხელისუფლება თუნდაც იქცევა სხვა გზას არ გიტოვებს, უნდა ვაიძულოთ. ძალაუფლება უნდა უსაფრთხოების სხვა გზას ვეღარ ხედავს. ხელისუფლება რომლის მთავარი ამოცანა არის ძალაუფლება, უნდა დაისაჯოს. ამ საზოგადოებამ უნდა დასაჯოს ეს ხელისუფლებაც. მე არ ვამბობ აქ რაღაც აპოკალიფტურ სურათს არ ვხატავ, ხო? ეს დასჯა შეიძლება იყოს რბილი და რბილით თუ ვერ მოდის გონზე, ხო? მე უფრო მკაცრი ფორმებიც არსებობს. ამიტომ ხელისუფლება რო არ დაისაჯოს, მან უნდა დასაჯოს მთელი სახელმწიფოებში ის გამოკვეთილი ნაწილში ხელისუფლების სასამართლოს კი რომელიც ცდილობს რომ სასამართლო სისტემაში კონდეს განუზომელი აბსოლუტური ძალაუფლება. როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს ერთი ასე ვთქვათ ორგანოს ხელში, მათ შორის დანიშნვები, შერჩევები, დისციპლინარული დევნა და ყველაფერი. როგორ შეიძლება რომ ამ პირობებში ნებისმიერი სხვა მოსამართლე არ იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ამ ადამიანების ორბიტაზე იყოს. იმიტომ რომ აღიაროს ლიდერად უნდა თუ არ უნდა, იმიტომ რომ მაშინ სისტემა თუ არსებობის დაცვის გარანტია. ხო, წინა ხელისუფლების პირობებში თუ ჩვენ ვაპელირებთ იმაზე, რომ მაშინ სისტემის ბრალი იყო, იგივე რამე ხდება. ეხლაც არსებითად გასხვავებული სისტემური წნეხი მოსამართლეებზე არსებობს, ოღონდ ეს არ არის გამოკვეთილი და საზოგადოებისთვის ისე ცნობილი, როგორც ის იყო მაშინ. თუ მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მართლმსაჯულების სხვა სისტემა, აი სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანი საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანი რასადა იყო ის, რომ მთელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ორკესტრირებული და პრაქტიკულად ხელისუფლების განაწილება არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ აქ სამართლიან მართლმსაჯულებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს არის არსებითი რაღაც. ეს არის პრობლემა, რომ ეხაც იგივე სიტუაცია, კი ბატონო, შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება თქვათ, რომ უფრო ჰუმანურია, ნაკლებად აგრესიულია ჯერჯერობით. ხო, ხვალ რა იქნება, მე არ ვიცი, ჯერჯერობით ნაკლებად აგრესიულია, ხო? კი ბატონო, ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ სისტემურად რა შეიცვალა. როდესაც იგივე მურუშიძე გვესაუბრება ლევან იმაზე, რომ მაშინ ის კანონები იყო და მე რა მექნაო, ხო? ეხლა შეიცვალა ის კანონები? რამე შეცვალა ეს? არა, აქ კანონზე არ შეიძლება. როგორ არ იყო კანონები, ანუ ცუდი კანონები იყო და მე სხვა რა უნდა მექნაო. ეს ცდილობენ მისი გადაწყვეტილების გამართლებას. შეიცვალა? მოდით რამეს რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის მნიშვნელოვანი რომ მოსამართლეს პასუხი ვაგებინოთ მის მიერ გამოყენებულ ან შეფარდებულ ნორმებზე. ეს გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის არის სისტემურად ვიდრე ის რომ ადამიანი გამოდის და ამბობს რომ მე ვარ სასამართლოს ლიდერი. ეს არის პრაქტიკულად მისი სამოსამართლეო თანამდებობაზე ყოფნის საფუძვლის გამოცვლის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. არ შეიძლება მოსამართლე რომელიღაცა რადონისაც საუბრობდეს ლიდერობაზე სასამართლო სისტემაში. აქ დამთავრებულია უკვე. აქ ჩვენ რო გირგვლიანის ასე ვთქვათ წლების წინანდელ საქმეს თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი ხდება დღეს და უკვე საფუძველი აღარ აქვს, რომ გაუგება რაღაცას ამბობ ზოგადად ხო შეიძლება. ჩვენი მართველისთვის რატო? იმიტომ მართველობისთვის რატო? იმიტომ რომ ეგ არის ცუდი მენეჯმენტია, კაცო. მენეჯმენტი ჭირდება ვერტიკალი. ლიდერი ჭირდება, რომელსაც დაელაპარაკები და ის ჩაუშვებს დირექტივას ქვემოთ და შენ ამბობ, რომ თურმე მოსამართლეები ყველა თანაბარი უნდა ეგრე სად არის? არის სამკაცმა ეგრე მუშაობა. როგორც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს ის მისი და ქვეყნის სახელი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ის ხო იერარქიის ნაწილი არ არის საკუთარი სინდისი და კანონით დაელაპარაკოს და ის უნდა დაელაპარაკოს ხუებს
ლევან, დიდი მადლობა. ჩვენ მენეჯმენტი. დაველოდოთ მაინც ხვალ რისი იმედი გაქვთ რომ რა იქნება ასახული პროექტში, რომელსაც პარლამენტში წარადგენს უმრავლესობა წარმოადგენს, თუ დღეს თქვა მოყოლით აპირებდნენ. ნაციონალური მოძრაობის დროსაც ხედავდი ყველა რომ ვენეციის კომისიის დასკვნების კოსმეტიკური გათვალისწინება ხდებოდა, თუ იგივე რამე მოხდება ხვალაც გეტყვით რომ არსებითად არაფერი არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ეს სისტემური რეკომენდაცია ვენეციის კომისიის დასკვნაში არის. თუ მოინდომებს კიდე ხელისუფლება, კიდე უფრო უკეთესი დასკვნები ექნება. ერთი შემიძლია დაგიდასტურო, შემიძლია გითხრა რომ გამოცდებს გააუქმე. ეს არის აი ეს ვირეშმაკული თამაშები ახლა რომ რაღაცა ისა ვითომ თან შეკამათება მოხდა და გამოცდებს გააუქმებენ შეიძლება კენჭისყრებით ჯანდაბას გამოცდითაც და გამოცდის გარეშეც იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას ამ დასკვნის შემდეგ აღარ აქვს ლეგიტიმაცია რომ ატაროს ან გამოცდები ან არ ატაროს ან რომელიღაცა კანდიდატები განიხილოს არიან დღესაც კი ადამიანები რომლებიც მაგალითად კობერიძე ლევანი რომელიც ამბობდა რომ ადრევე დაიწყო რომ თავარი პრობლემა არის იუსტიციის საბჭოს და უმრავლესობის წიაღშივე დაიწყო საუბარი შეცვლაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. კი და ინტერესთა კონფლიქტი რომელიც ვენეციის კომისიამ აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ეს შეიძლება მან რაღაცები წავედი მე ბოჭორნის 12-ში. დღეს მინიმუმ დღეს არის პირველ სუპლია 20 წუთი. შეიძლება იქ არიან ფერმერს უყურებენ. მოსამართლეებს უყვართ ფერმერს. ხოთაშერს ვარკვევდი დიდხანს ვარკვევდი სტუმრად ყავდა ერთხელ გვიტიშვილი არა რა სპორტი უყვარდა არა ვარკვევდი სად დაწერეს ის ათკაციანი სია და ვერაფრით ვერ მივიღე პასუხი. აი სად დაწერეთ მეთქე, სად შეიკრიბეთ მეთქე ეს მოსამართლე წევრები და თქვით რომ მოდი მიხეილ ჩინჩალაძე ჩავწეროთ, მოდი 10 კაცის შედგენა. ხომ არა პატარა ამბავი თანამშრომელს ვერ აიყვან ვერცეთ. მარტივი ამბავია, ძალიან მარტივი ამბავი, როცა იცი ვინ დაჩაწერო. 10 კაცი იჯდა სუფრაზე რა და ვინ ძვირ ჩავეწეროთო რა. ხო და ესეც არ თქვენს რომ სუფრასთან მოხდა სიის შედგენა. სად მეთქი სუფრასთან მეთქი? არა ხო მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ საიდან გაჩნდა ეს სია, მაქსიდან დაიწყო სხვათა შორის პროცესი, რომელიც იყო ბოჭორმის 12-ში ჩაკეტილი ორი არამოსამართლე წევრის იმედად დატოვებული ეს ნაზი ჯანეზაშვილი და ანატოლიძეა. კარგი დარეჯმა მიბეჭქვით რომ ეგრე არა. დიდი მადლობა ლევან ბოძაშვილს პირველ რიგში იმისთვის რომ ამ უდრო დროს მოვიყვანეთ სტუდიაში. ყველაზე სწორი დიაგნოზი დასვა, იმიტომ რომ თარგმანში დაკარგულებმა მე-7 პუნქტი, მე-5 პუნქტი იუსტიციის საბჭო არის ამ ავთვისებიანი დაავადების წყარო გენერირება იქიდან ხდება ყველაფერი. ეს უნდა დაიხუროს, აგრეთვე სისტემურად უნდა დაიხუროს, არა მხოლოდ შემადგენლობაში, ჩვენ ხო შემადგენლობაზე არ ვლაპარაკობთ. თვითონ ალგორითმზე ვლაპარაკობთ, ხო, იმიტომ რომ ერთია გახვეტა ადვილია, მაგრამ მე რასაკეთებ, ხო, ესეც გავიზრდებული უნდა ქონდეს, რითი ანაცვლებ. ვაკუუმი არ უნდა შექმნა, ასე რომ მე მართალია არის პოლიტინები ახლა მეცარ მაქვს თანამოაზრევა. დიდი მადლობა ლევან ბოძაშვილს ჩვენ 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით მე და გია ხუხაშვილი მე კი ხვალ დღის ამბებში ვიქნები 24 წელს.